ამიტომაც შემდეგში უბრალოდ შენი ვიდეოები, შენი TikTok-ები ვნახე. კი არა, უბრალოდ მითხარით, რომ ნახე რა გამოიტანე, რა აზრი გამოიტანე, რაში მეთანხმები, რაში არ მეთანხმები, ანუ რამე მაინც და კონკრეტულად უბრალოდ შენი ვიდეოები ვნახე, ანუ რა მე რო ნახე. ვიცი რომ ზოგს არ ევასება ჩემი ვიდეოები. კრინჯობა. ოკეი, იყოს კრინჯობა. რა მოგამიაკ ვიდეოების გადაღებას? პირველი შენერ ხალხს ნახულობ, ანუ შენერი აზროვნებით, ანუ უბრალოდ შენერი აზრებით და თავს გრძნობთ კარგად, იმიტომ რომ ხდები რომ მარტო არ ხარ ეგეთი აზრებით. მეორე უკვე არ ამგონი რომ იყოს პლუსები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მინუსია, იმიტომ რომ პირველი გამოჩნდება ძალიან უცნაური ხალხი. მეორე დაგამცირებენ არაფრის გამო. მესამე გადავისტი ხალხი რომ მე შენი ფანი ვარ. მე გადადიხარ აკაუნტზე და არც დაგაფოლოვა, არც დალაიქა ვიდეო და ასე გადაობს და გონია თავი. იბნები საკამაოდ რომ მეუბნებიან უცხო ხალხიდან რომ მე შენი TikTok-ები ვნახე. ანუ Okay. Rovdeb ვიდეოებს თქვენ რა გონიათ მარტო, ანუ მართლა მაგას ვფიქრობ რომ მარტო ჩემი ორი მეგობარი ნახავს ამ ვიდეოს და всё. რა თქმა უნდა უცხო ხალხის ნახულობს. უბრალოდ ვერ ხვდები მართლა რა რეაქცია მქონდეს, ანუ მაგარია ვა. ანუ თავს ვგრძნობ გეგონება ვარ წიტველი, იმიტომ რომ ანუ ფაქტობრივად ჩემი ვიდეოები გინდ TikTok-ზე, გინდ YouTube-ზე არის საკმაოდ გახსნილისავით რა. ყველაფერს ვდებ თითქმის რაც მომინდება. და რომ მეუბნებიან, ანუ წინ მიდგას ადამიანი, რომელსაც არ ვიცნობ და ფაქტობრივად ის მიცნობს. და რა თქმა უნდა ისე ვარ რა, მეთქი ვაუ.